სოფელ ვაჭევში ახლად რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა აკურთხა და მის კედლებში მრავალი წლის შემდეგ წირვა ლოცვა აღავლინა. ეს არის დიდი მოვლენა და დიდი მოვლენა არა მარტო ამ სოფლისათვის, არამედ მთელი ეპარქიისათვის და საქართველოს ეკლესიისათვის, რადგანაც ყოველი ტაძარი ეს არის ღვთისმსახლი და არის წყარო სიცოცხლისა. სიცოცხლისა, რომელიც ადამიანს ანიჭებს ფერისვალებას, სულიერ და ფიზიკურ კურნებას. ეს არის მადლის სულისაწმინდისა, უძლურთა მკურნალი, ნაკლულევანთა აღმავსებელი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, რომელსაც წყუროდეს მოვედინ ჩემდა და სვემდინ. აი ჩვენ ღმერთია უხვად გვანიჭებს თავის ძალას, თავის მადლს, მაგრამ ჩვენზეც არის დამოკიდებული შევძლებთ თუ არა ამ მადლის მიღებას. არ არის ამ მადლის მიღება ადვილი, რადგანაც ჩვენც უნდა მოვინდომოთ, ძალიან უნდა მოვინდომოთ, უნდა მოვემზადოთ, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ცხოვრება დაუახლოვდეს ღვთისმცნებებს, ძალისაებ ჩვენისა და აი ეს ეკლესიური ცხოვრებით თუ ადამიანი ცდილობს იცხოვროს, მასზე გადადის ეს მადლი. და ეს მადლი მასში ძალიან დიდ სიკეთეს ახდენს, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად, მის საქმიანობას ხელს უწყობს და ადამიანი ბედნიერია და საზოგადოება ბედნიერია, რომელსაც ასეთი წევრები ყავს და ასე ცხოვრობდა ჩვენი წინაპარი და გადარჩა და მოვიდა დღემდე და აი თუ ზუსტად ეს გვიხარია, რომ უბრუნდება დღეს ჩვენი ერი ამ ტრადიციას. როგორც ამ სოფლის მკვიდრი ვლადიმერ ცერცვაძე გვიყვება, ვაჭევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც დაახლოებით მე-18 საუკუნის დასაწყისში აიგო, 1927 წელს კომუნისტური რეჟიმის დროს დაინგრა. მას შემდეგ აქ მცხოვრები მოსახლეობა სალოცავად სოფელ კაცხში მიდიოდა და მართლმადიდებლურ დღესასწაულებსაც იქ აღნიშნავდა. 2003 წელს ვლადიმერ ცერცვაძეს სურვილი გაუჩნდა ეს ისტორიული მემკვიდრეობა აღედგინა. ინიციატივა ჯერ მეუფე დანიელს გაუზიარა, რომლის თანხმობის შემდეგაც თანასოფლელებთან ერთად ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ფინანსურად მხარში მათ ამ სოფლის მკვიდრი გურამ ცერცვაძის ოჯახი, ბიზნესმენები გელა და გიორგი ცერცვაძეები დაუდგნენ. მშენებლობა სრულად 2014 წლის შემოდგომაზე დასრულდა. სოფელი დამედგა მხარში. ერთსულოვნება ჩამოყალიბდა. პირველში წყალი მოვიყვანეთ, გზა მოვიყვანეთ, დავიწყეთ გასუფთავება. მერე საკუთარი თანხით, საკუთარი სახსრებით საშუალება მქონდა დავიწყოთ რესტავრაცია. თითქმის სახურავამდე მივედით. შემდეგ შემოგვიერთდნენ ბიზნესმენები, მეგობრები, შეხედეს უკვე საქმე მიდიოდა. დიდ მადლობას ვუხდი გელა ცერცვაძეს, მამამის გურამი ცერცვაძეს, რომელმაც ფინანსური ყველანაირი ხარჯი გაიღეს, მხარში დაგვიდგენ და დღესდღეობით უკვე ჩვენი ეკლესია გაიხსნა, რესტავრირებულია, საკმაოდ კეთილმოწყობილია. დაიწყეს მშენებლობა და მერე გაჩერდა მშენებლობა, იმიტომ რომ არავინ აღარ იყო. რაც საშუალება ქონათ დანგრევა, დანგრეს ისინი და მერე მოკიდეს ხელი ამ ბიჭებმა, გიამ და გელამ ამ საქმესა და წავიდა იმ დღიდან მუშაობა. იმისთვის, რომ ტაძარი მოეხატა, მხატვარი გიორგი მაღლაკელიძე სოფელში 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ყველაფერი გაკეთა ისე ზუსტად როგორც უნდა იყოს კანონიკურად. პროგრამა შეადგინა ქალბატონმა მარინე ყენიამ, ეს ხელოვნების დოქტორი გახლავთ, მეცნიერების ხელოვნებაცოდნეა და ეს პროგრამა არის უფრო აწყობილი როგორც ძველად, ძველი თარგია აღებული, არ ვიცი როგორ თქვა ეს, ძველი ქართული. ანუ ის როგორც ერთდროს ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ მაქსიმალურად ისე ვეცადეთ, რომ გაგვეკეთებინათ ჩვენც. ტაძრის კურთხევას ჭიათურა საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურები, საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან მოწვეული სტუმრები, გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე და მრევლი ესწრებოდა. ძალიან მოხარული ვართ მთელი სოფელი, რომ შეგვეძლება ვიაროთ ლოცვებზე და ჩვენი სოფლისთვის ძალიან დიდი დღესასწაულია დღევანდელი დღე ნამდვილად. ის ოცნება და ის მოლოდინი და იმედი, რომ ივერია უნდა გამთლიანდეს და უნდა გაბწყინდეს, ეს რეალურია და ეს ჩვენ ხელშია. ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი დავაჩქაროთ ჩვენი ღმერთთან ახლოს ყოფნით და გილოცავთ ყველას ტაძრის კურთხევას და გისურვებთ, რომ აი ტაძარი უბრალოდ კი არ აღვადგინოთ და ვაკურთხოთ, არამედ ტაძარში მივიდეთ და მივიღოთ ის მადლი, რომლისთვისაც არის შექმნილი ტაძარი. ღმერთმა დააგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასრულოთ. ჩვენთან არის ღმერთი.
წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გარდა ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ეკლესიის ნანგრევებია, რომელიც წმინდა მარიამის სახელობისაა. ვაჭევის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ისინი ამ ეკლესიასაც აღადგენენ.